თორნიკე თოშხუა ამ დრომდე თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება, სავარაუდოდ მის შემთხვევაშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვს 48 საათს. სწორედ ამის შემდეგ გადმოიყვანენ თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან თოშხუას საქალაქო სასამართლოში, სადაც ცნობილი გახდება რა პოზიცია ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან აქტივისტი თოშხუა ბოლო ერთ კვირაში ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვის გამო მეორედ დააკავეს. შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ სამინისტრომ მის შემთხვევაში ახლა უკვე მოითხოვოს პატიმრობა, რადგან პირველ ჯერზე მას 6,000 ლარიანი ჯარიმა უკვე ჰქონდა. რაც შეეხება სამოქალაქო აქტივისტების პოზიციას, ის ადამიანები, ვინც საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე თოშხუასთან ერთად იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ პოლიციას არც კი განუმარტავს თოშხუასთვის, რატომ ხდებოდა მისი დაკავება, ან რეალურად ეს იყო დაკავება თუ ტერიტორიიდან განრიდება ახალგაზრდები, ვინც უკვე რამდენიმე თვეა ამ ყველაფერს თვალს ადევნებენ. საუბარია საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებას, ამბობენ, რომ ეს არის ახალი პრაქტიკა, როდესაც ქუჩაში ბანერის გამო აკავებენ ადამიანს და მათი განმარტებით ეს არის პროტესტის ჩახშობის მცდელობა. Pilobდნენ, რომ წაეკითხათ რა ეწერა ბანერზე და მე ისე რაღაცა ამ ჩათებში გადაგზავნილი რაღაცა ფოტოების, ვიდეოების, ვოისების მერე დაიძრნენ და რამდენიმე პოლიციელმა მოკიდა ხელი. არაფერი არ აუხსნიათ, თორნიკე ეუბნებოდა, რომ ამიხსენით, რის გამო მაკავებთ, თავიდან არაფერს არ ეუბნებოდნენ და მე მოკიდეს ხელი და ჩასვეს მინიმუმში და ყველანაირად ცდილობენ, რომ მოგუდონ საპროტესტო მოძრაობა, მაგრამ რა ვიცი ხა, თორნიკე თოშხუას მაგალითი, გიორგი ახობაძის მაგალითი, სისხლის სამართლით დაპატიმრებული რეჟიმის ტყვეების მაგალითი რასაც უნდა ეუბნებოდეს რეჟიმს, რომ არავინ გატეხვას არ აპირებს რა. თორნიკე თოხშუა არის სისტემისგან განწირული ადამიანი, რომელიც იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ჩვენ გვახსოვს პირველ შემთხვევაში რა უსამართლოდ იქნა ის დატყვევებული. უკვე მეორედ დააკავეს ამ ბანერისთვის, რაც იცით როგორ გითხრათ, აი ეს ზომები ვერაფერს ვერ გამოასწორებს ქვეყანაში. ისინი ხას უსმენ, რომ ბატონი ბიძინა, რაც გონიათ ის, რაც იმ ფურცელზე წერია. დანარჩენ კითხვა კი არ ახსოვს, არ კითხულობენ. ისინი თვლიან, რომ კი, სწორი უწევიათ. სწორედ ბატონ ბიძინას ურჩევნია მიაქციოს ყურადღებას თუ ეს სამართალ დამცავები, რომ რა თვალით უყურებენ მას. არ არის გამორიცხული, რომ ხვალ დღის ბოლოს თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან თორნიკე თოშხუა უკვე საქალაქო სასამართლოში გადმოიყვანონ. სამოქალაქო აქტივისტები აპირებენ, რომ სწორედ ამ დროს შეიკრიბონ საქალაქო სასამართლოში და სოლიდარობა გამოუცხადონ დაკავებულ თოშხუას.